ლაუძილაურმა დღეს მეორე დისარგებლა სიტყვის თქმის უფლებით და საკმაოდ მოცულობითი იყო, ვრცელი იყო ის მის სიტყვაში. მან იგივე გაიმეორა, რაც პირველ ჯერზე რომ მკვლელობა არ ყოფილა შეკვეთილი და მას ჰქონდა პირადი შურისძიება, აკავშირებდა პირადი შურისძიება ლევან ჯანგოლაძესთან და სწორედ მან დაგეგმა მისი მკვლელობა, თუმცა მკვლელობა მოხდა მისგან მოულოდნელად ვაკეში და ეს არ იყო საკონტროლო გასროლა მისგან. ეს იყო მისი სიტყვა საბოლოო განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ასევე პირველი კომენტარი ჯანგოლაძეების ოჯახის წევრების მხრიდან. ლევან ჯანგოლაძის ოჯახი მადლობას უხდის საგამოძიებო უწყებას და განაჩენის დადგომისთვის, თუმცა მისთვის არ არის ეს ყოველივე საკმარისი გელაუძილაურის გაშვება უვადო ციხეში. როგორც ჯანგოლაძეების ოჯახის წევრმა ჩვენთან ინტერვიუს დროს განაცხადა, უნდა დადგინდეს ვინ შეუკვეთა მკვლელობა და აუცილებლად უნდა წავიდეს გამოძიება ფარცხალაძის მიმართულებით, უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე, ვინაიდან როგორც მან ირიბად მიანიშნა, სწორედ ამ მკვლელობის დამკვეთი არის ფარცხალაძე. თავისუფლების აკვრეთა მიესაჯა დამნაშავეს, ის იყო სასტიკი დამნაშავე, იყო შეკვეთილი მკვლელობა და აბსოლუტურად სასამართლომ გაიზიარა პროკურორის გადაწყვეტილება. ამ საქმეს ყავს ბრწყინვალე პროკურორი, ღირსეული ადამიანი და ძალიან დამნაშავე ციხეშია, როგორი არის ჯანგოლაძის ოჯახის პოზიცია? არის ვინც ციხის მიღმა არის? რა თქმა უნდა, არის. მე ვიცი რომ გაიცემა ყველა საკადრისი პასუხი და ყველა იქნება დასჯილი, ისე როგორც დასაჯეს გელაუძირაო. ხალაძეზე ისევ არის თქვენი პოზიცია ჯანგოლაძეების ოჯახის პოზიცია რომ ის არის დამკვეთი? რა თქმა უნდა. ნიშნავს თუ არა დღევანდელი განაჩენი გელაუძილაურთვის უვადო პატიმრობა იმას, რომ მეორე საქმედ გამოყოფილ ეპიზოდში გიორგი მიქაძეს და ასევე ჯოხაძესთან მიმართებაშიც იქნება იგივე განაჩენი დამდგარი. ჩვენ ეს კითხვა დაუსვით მიქაძის ინტერესების დამცველს, რომელიც ასევე ესწრებოდა დღეს სასამართლო პროცესს. როგორც ადვოკატმა თქვა, გამორიცხულია მიქაძის წინააღმდეგ პროკურატურამ მოიტანოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ის იყო სწორედ ამ დანაშაულის თანამონაწილე და ამ მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამკვეთი. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებაში მსგავსი ტიპის მტკიცებულება ვერ იარსებებს. რაც შეეხება გელაუძილაურის უფლებადამცველებს, მათ აქვთ გეგმა, რომ განაჩენის ჩაბარებისთანავე გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. იმედი აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლო გააბათილებს გიორგი გელაშვილის დაწერილ განჩინებას. თქვენი ვერსიებია, საქმის მტკიცებულებებით, ვიდეო მტკიცებულებები არის თქვენი მოსაზრებები, ბატონო პროკურორო. თქვენ გონიათ იმდენი არ ვისოდი, როდესაც შეკვეთილ მკვლელობაზე მივდიოდი პირბადე მაინც გამეკეთებინა, ან ვაზის უბანში არ ავსულიყავი. წასასვლელი მაინც ხომ უნდა მქონოდა წინასწარ რომ დამეგეგმა მკვლელობა. ვერესხეობაზე რომ აპელირებ, თითქოს ვაკეში გადასასვლელად მაგზით ვისარგებლე ტყუილია. მე შევიარე ბაგებში, სადაც იმ გოგოს უნდა შევხვედროდი, რომელიც სასაცილო და სარგეყოთ. არც საკონტროლო გასროლა არ მომიხდენია, მე ტყუილია ეს. შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო კადრები, კარგად, სამი გასროლის მერეს არ ეცემა. პროკურორმა თქვა, რომ ყინწვისის მონასტერში წავედი, თითქოს დანაშაულის იარაღის მოსაშორებლად. სიცრუეა, ამ ხელა მანძილზე რატომ წავიდოდი? მე ყინწვისის მონასტერში სულ დავდიოდი, ჩემი სულის სიმშვიდისთვის და მაშინ, როდესაც ეს უბედურება დამემართა, სწორედ ამიტომ გამიწია გულმა იქით. თქვენ ძალიან კარგად ისით, ბატონო პროკურორო, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი იყო დაუგეგმავი. მკვლელობის მომენტში ვიყავი აღელვებული, ბატონო მოსამართლეო და ამის შესაბამისი მიზეზიც მქონდა. აღარ მინდა იმ ყველაფრის გახსენება. ადამიანს რომ გასკოჩავ, ჩააგდებ საბარგულში და ღირსებას შეულახავ, სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა მისი დანახვისას, ბატონო მოსამართლე. ლევანი იცით როგორი სახით მიყურებდა, ხელი რომ მოვკიდე ზურგზე, თითქოს ჩემი შეჭმა უნდოდა. ლევანი იარაღის ამოღებას აპირებდა და კარგად ნახეთ კადრები. წამის მიათეთში დავასწარი. გამოცდილი იყო ლევანი აცხონოს ღმერთმა მისი სული. წარმოვადგინეთ სრულიად სამართლიანი და სრულიად ობიექტური დასკვნითი სიტყვა, რამაც გაანეიტრალა პროკურატურის სავარაუდო მტკიცებულებები, წყალებში მტკიცებულებები, როგორც წეგან აღნიშნე, პროკურატურას არ ჰქონდა აღნიშნულ საქმეს წარმოადგენა არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შეკვეთის დაანგარიშვა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მთლიანად დააკმაყოფილა. რას აპირებს დაცვის მხარე მეორე ინსტანციაში ამას? მიგაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო ობიექტური. დაცვის მხარე არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას და აუცილებლად გავასაჩივროთ კანონდადგენელ ვადაში. ბრალის მიხედვით, შეკვეთით და ანგარებით განზრახველობის ფაქტზე, ასევე განზრახველობის ცელობის ფაქტზე, ისეთ საშუალებას, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლე და ჯანმრთელობას
დამნაშავე ცნო. ერთჯერობით აღნიშნული საქმე არის გამოყოფილი გამოძიების ეტაპზე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. ამ ბრალდების მხარე ჯერ გაეცნობა, რასაკურველია განაჩენს, თუმცა რა თქმა უნდა არა გამოსული ჩაიდოს ერთ-ერთ მტკიცებულებას, მაგრამ აქვე განმარტავ, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება შეფასებას და გამოკვლევას. როდესაც შეკვეთით და ანგარებით მკვლელობასთან გვაქვს საქმე, ყველა მტკიცებულებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქ იყო მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც ადასტურებდა, რომ გელა უზილაურს არავითარი პირადი ინტერესი არ ჰქონდა ლევან ჯაგველაძის, მან მიიღო შეკვეთა კონკრეტული პირებისგან და შესაბამისად შეასრულა ეს შეკვეთა. არ ვიცი ამას რა შეიძლება უწოდოთ ამდენი წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მე ესეთი განაჩენი არ მინახავს რომ მოსამართლემ დააყენოს შეკვეთით ჩადენილ მკვლელობაზე განაჩენი და ამავე დროს თქვას რომ შეკვეთასთან მიმართებაში მიმდინარეობს გამოძიება ანუ საკუთარ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მოსამართლე როდესაც ესეთ რაღაცას აცხადებს და ეს უბრალოდ სამარცხვინოა ელემენტარულად. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გელა უძილაური, რომელიც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გაამტყუნა შეკვეთილი მკვლელობის ნაწილში, უვადო პატიმრობაში გაუშვა და ის სასჯელს მოიხდის მე-16 დაწესებულებაში. მკვლელობის საქმე ამ განაჩენით არ მთავრდება. მეორე ეპიზოდად არის გამოყოფილი მკვლელობის ორგანიზების საქმე, სადაც ბრალდებულები არიან ძმები მიქაძეები, დაკავებულია გიორგი მიქაძე და ასევე გიორგი ჯოხაძე. 27 ნოემბერს არის დანიშნული წინა სასამართლოს ხდომა ამ საქმეზეც და საინტერესოა რა მტკიცებულებებით მივა საგამოძიებო უწყება პროცესზე, რას იტყვის იმის დამადასტურებლად, რომ მკვლელობა ნამდვილად დაუკვეთეს ძმებმა მიქაძეებმა, გიორგი ჯოხაძემ და ასევე ამ მკვლელობას ყავს კიდევ ერთი ორგანიზატორი, თუმცა ვინ ჯერჯერობით სახელი და გვარი არ სახადდება გამოძიების მხრიდან.